გაგაცნოთ ორგანიზაცია თხილის გული, რომელიც უკვე 15 წელი არსებობს და ამ დროის განმავლობაში მისი მთავარი მისია უცვლელია. დაეხმაროს იმ ადამიანებს, რომლებიც რთულ სოციალურ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ორგანიზაცია ზრუნავს უსახლკაროებზე, შეჭირვებულ ოჯახებზე, მათ შორის შეშემოპირებზე, მარტოხელა დედებსა და მრავალშვილიან ოჯახებზე. თხილის გული ყოველდღიურად ღირსეულ სადილს და სითბოს თავაზრობს ზრუნველობა მოკლებულ ადამიანებს და შესაძლებლობის ფარგლებში მათ სოციალური ადაპტაციისა და ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაშიც ეხმარება. ორგანიზაციის საქმიანობაზე, ყოველდღიურ გამოწვევებსა და სამომავლო გეგმებზე გადაცემაში დეტალურად ელენე ფანჯიკიძე, თხილის გულის კომუნიკაციების მენეჯერი ისაუბრებს. ელენე, მოგესალმებით. მადლობა თქვენი დროისთვის და გადაცემაში სტუმრობისთვის. მადლობა ძალიან დიდი გადაცემაში მოწვევისთვის. ელენე, თხილის გულს აქვს 15 წლიანი ისტორია. მინდა გავიხსენოთ საწყისები ამ ორგანიზაციის, რა იყო თავდაპირველი იდეა და იყო თუ არა თავიდანვე ეს მისია და მიზანი? თხილის გული უკვე 15 წელია, რაც ზრუნავს მზრუნველობა მოკლებულ ადამიანებზე და ისტორია იწყება 15 წლის წინ. იმ ადგილზე, სადაც ახლა არის თხილის გულის სასადილო, იყო თონე. და პური გაიცემოდა უფასოდ და ერთ-ერთმა რომელიც ჩვენგან პურს იღებდა უფასოდ, თქვა რომ იქნებ ცხელი სადილითაც გაგვიმასპინძლდეთო და სწორედ მაშინ დაიბადა ეს იდეა, 5 მეგობრის ინიციატივით შეიქმნა თხილის გული, საქველმოქმედო ორგანიზაცია და ისტორია იწყება 30 ბენეფიციარით. დღეს უკვე 250-ზე. კი ბატონო. რა არის ის სერვისი, მაყურებელს მინდა უთხრათ, რასაც ყოველდღიურად უწევს თხილის გული ბენეფიციარებს, ამ 250 ადამიანს, რა ხვდებათ თხილის გულთან? ჩვენ ვიდეოებიც ვნახეთ, სადაც ყოველდღიურად უამრავი ადამიანია ხოლმე შეკრებილი და ელოდება თქვენგან, ასე ვთქვათ, მხარდაჭერას. თავარი სერვისი ჩვენი არის ცხელი სადილი, ღირსეული სადილი, რომელიც შედგება 3 თავისგან და ყოველდღიურად იღებენ ეს ადამიანები. ასევე ვეხმარებით ტანსაცმლით, ფეხსაცმლით, ბავშვებს სათამაშოებით, იმიტომ რომ ის ნაცრისფერი გარემო რაც აქვს მეტნაკლებად შეუმსუბუქოთ და წელს პირველად მოვახერხეთ, რომ სასკოლო ნივთებითაც მოგემარაგებინა ეს ბავშვები. თუმცა მთავარი თხილის გულისთვის ეს არის ცხელი სადილის გაცემა, ოღონდ ისეთი როგორცაც ჩვენ საკუთარ ოჯახის წევრებს უმზადებთ. ყველა კომპონენტისგან შემდგარი. აბსოლუტურად ყველა კომპონენტისგან შემდგარი, დაბალანსებული არის და ყოველდღიურად მენიუში არის ხორცი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია. პროცესი არის ყოველდღიური, ხო? 250 ბენეფიციარი ყოველდღურად მოდის კონკრეტულ საათებში. თუ როგორ ხდება ეს ყოფილი? ხო, დილის 9 საათიდან იწყებს სამზარეულო მუშაობას, 2 საათამდე უნდა სადილი იყოს მზად. 2 საათზე იწყება სადილის გაცემა და სადღაც 5 საათამდე გრძელდება ეს პროცესი. მაგრამ ბენეფიციარების შეკრება იწყება ხოლმე დილიდანვე, რიგის დასაკავებლად და პირველი საათიდან უკვე ხალხი კარგად არის შეკრებილი. კი ბატონო, როგორ ახერხებს ორგანიზაცია არსებობას? რა არის ის, ასე ვთქვათ, მხარდაჭერა, რაზეც დგას ეს ორგანიზაცია? ორგანიზაცია მთლიანად არის დამოკიდებული დონორებზე. მეგობრებზე, როგორც ჩვენ მათ ვუწოდებთ და მიზანი სოციალურ ქსელებში გამოჩენიც იყო ის, რომ დაგვეწყო პროექტი მეგობარი. პროექტი მეგობარის ფარგლებში ერთი ადამიანის სრულფასოვანი კვება თვეში 100 ლარი გვიჭდება. და როდესაც ჩდება მეგობარი და უმეგობრდება ერთ-ერთ ბენეფიციარს, ის ამ 100 ლარის ჩარიცხვით ამ ადამიანს ყოველდღიურად უმასპინძლდება ცხელი სადილით და ძალიან გვიხარია, რომ გამოგვიჭდა მეგობრები, დაგვიმეგობრდნენ. ამ დროისთვის რამდენი მეგობარი ყავს? ამ დროისთვის ჩვენს ორგანიზაციას ყავს 200 მეგობარი და ვეძებთ 50-ს, რომ 250-ვე ბენეფიციარი უზრუნველყოფილი იყოს ცხელი სადილით. კი ბატონო. ყოველდღიურად. ხო, როგორც ვიცი, ახალყო ვეღარ ხერხდება, ხო, ბენეფიციარების დამატება გამომდინარე რესურსებიდან. კი, სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ ბენეფიციარების დამატებას. ჩვენ ყავს ხანდაზმულები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები. ერთადერთი, ვისაც უარს ვერ ვეუბნებით, ესენი არიან მარტოხელა და მრავალშვილიანი დედები და უმეტეს დამატებას ფიზიკურად ვერ ვახერხებთ. შესაძლებლობა გვაქვს, ფართი გვაქვს, იმის რომ დავუშვათ სამზარეულო გავზარდოთ, უფრო მეტ ადამიანს მოვემსახუროთ, მაგრამ ფინანსები არ გვაქვს ამის. კი ბატონო, და ესეც კეთილი ადამიანების ნებაზეა, ხო? ეს კეთილი ადამიანის ნებაზე არის და ჩვენი მეგობრების ასე. რაც უფრო მეტად გაიზრდება მეგობრების რაოდენობა, პროპორციულად გაიზრდება ბენეფიციარების რაოდენობა. კი, რაც მეტი მეგობარი გვეყოლება, უფრო მეტი ბენეფიციარის აყვანა შეძლებ. დღეში 3-4 ადამიანისთვის მაინც გვიწევს უარის თქმა. რაც საკმაოდ რთულია. კი ბატონო. საინტერესო რამდენი ადამიანია ყველა პროცესში ჩართული?
სადილის მომზადებაში, მე უკვე ამ ყველაფრის დაორგანიზებაში, რამდენი ადამიანი საქმიანობს თხილის გულში? თხილის გულში საქმიანობს სულ 5 ადამიანი. ანუ 5 ადამიანის ძალისხმევაზე, 5 ადამიანის ყოველდღიურ შრომაზე დგას ეს საქმე. მზარეული ყავს ერთი, რომელიც დილის 9 საათიდან 2 საათამდე 250 ადამიანის ღირსეულ სადილს ყოველდღე უმკლავდება. ელენე, რამდენად არის იმის შესაძლებლობა, რომ მაგალითად მოხალისეები ჩაერთონ ამ პროცესში და ზოგადად რამდენად არის საზოგადოებისგან ინტერესი? მოხალისეების ჩართულობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და სასურველიც არის. ყველასთვის ღია ვართ და ჩვენი მთავარი მიზანიც და ასე ვთქვათ, პრინციპი იყო, რომ ვიყოთ გამჭვირვალე ყველასთვის. ნებისმიერ მსურველს შეუძლია მობრძანდეს უზნაძის 47 ნომერში, თავად მიიღოს მონაწილეობა სადილის გაცემაშიც, სადილის მომზადებაშიც, სამწუხაროდ საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან დაინტერესება არის, ვთქვათ, რომ არ არის დაინტერესება. ერთის რო გასაგებია, იმიტომ რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველაზე არაპოპულარული საქმიანობა არის ქველმოქმედება, მაგრამ ჩვენ ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენი ადგილი არის ევროპაში, გეზი გვაქვს დასავლეთისკენ და დასავლეთში და განვითარებულ ქვეყნებში ქველმოქმედება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საქმიანობაა და ყველა არის ამაში ჩართული. და ჩვენ როდესაც გამოვშით სოციალურ ქსელებში მივხვდით, რომ ეს იყო დიდი პრობლემა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლების კუთხით. იმედი გვაქვს, რომ ჩვენ წვრილ შევიდან თამაში. ხო, მოკლედ კიდევ ერთხელ შევხსენებ მაყურებელს, რომ ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ პროცესში შეუძლია ჩართვა. უბრალოდ დაგვირეკონ ან მოგწერონ წინა დღეს და მოვიდნენ. კი ბატონო. რა არის ის სირთულეები, ელენე, რასაც აწყდება ორგანიზაცია ყოველდღიური საქმიანობის პროცესში? ზოგადად სირთულეებს ვაწყდებით მუდმივად და პირველი დიდი გამოწვევა იყო, როდესაც გამოვჩნდით სოციალურ ქსელში. დიდხანს ვფიქრობდით, რა ფორმით უნდა გამოვჩენილიყავი და ჩვენ ავარჩიეთ დასავლური მოდელი, სადაც ქველმოქმედება და ზოგადად საქველმოქმედო ორგანიზაციების სტრატეგია აგებული არის პოზიტივზე, იმედზე და შედეგზე. ჩვენი საზოგადოებისთვის ეს საკმაოდ უცხო აღმოჩნდა, რადგან განვითარებად ქვეყნებში ადამიანებს ემპათია უჩნდებათ, როცა ხედავენ ნატანჯ ადამიანს. და განვითარებულ ქვეყნებში ქველმოქმედება არის ცხოვრების წესი და არ შედება ადამიანს ნახოს სხვა როგორ იტანჯება. და ბევრისთვის უცხო იყო ჩვენი კონტენტი, თუ გადაავლებდით თვალს, ძალიან ისეთი მხიარული არის, მიუხედავად იმისა, ვისთვის ვაკეთებთ ამას და როგორ ვაკეთებთ. ეს იყო პირველი დიდი დაბრკოლება. როგორ მიიღებთ ამას საზოგადოება და როგორ მიიღო ეს? ნელ-ნელა ეგუება. თავიდან ცოტა რთულად მიიღეს, კი, იმიტომ რომ საქველმოქმედო ორგანიზაცია ხარ და ჩვენი ამოცანა არის აგრეთვე ის, რომ არ გამოვაჩინოთ ბავშვები. ჩვენ არ ვაჩვენებთ ბავშვებს, ბენეფიციარ ბავშვებს, რადგანაც ეს მათთვის ისედაც დიდი სტრესია. ამიტომ ჩვენ ამაზე უარი ვთქვით და მთლიანად პოზიტივზე გვაქვს აგებული. ეს ერთ-ერთი თავარი სირთულე იყო. მეორე სირთულე იყო საზოგადოების დამოკიდებულება ქველმოქმედების მიმართ. ნაწილი თვლის, უდიდესი ნაწილი, ასე ვთქვათ, ნაწილი თვლის, რომ ეს უნდა აკეთოს სახელმწიფომ, ნაწილი თვლის, რომ ეს უნდა აკეთოს იმ ადამიანს, ვისაც ბევრი ფული აქვს. ანუ სახელმწიფომ რომ უნდა აკეთოს, ეს კონსტიტუციურადაც არის გაწერილი და ჩვენ ამაზე ყველამ თანხდებით. მაგრამ განვითარებულ ქვეყნებში საქველმოქმედო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ იმ ხარვეზების აღმოფხვრაში, რაც არსებობს. მაგალითად, ბიუროკრატია. ადამიანს დღეს რომ შია, 2 კვირა ვერ დაელოდება. ამიტომ საქველმოქმედო ორგანიზაციები სწორედ ასე დროს გამოდიან უკვე წინა ხაზზე და ერთვებიან დღეს და ამ წუთას. საზოგადოების მხრიდან კი ამის მიღება საზოგადოებაში ცოტა რთული არის რა. საქმე და მიღება. ხო, მოკლედ თვლიან რომ ეს არის უბრალოდ სახელმწიფოს. ხო, და ქველმოქმედება ეს ქველმოქმედება ზოგადად ცალკე მდგომს ასე არ აღიქვამენ. რეალურად ეს არის ჩვენთვის პირველ რიგში ძალიან კარგი, როცა სიკეთეს ვაკეთებ და სხვას ვეხმარებით და მე უკვე იმ ადამიანისთვის, ვისაც ვეხმარებით. მესამე დიდი გამოწვევა იყო ბიზნესი. იყო რა, არის ბიზნესი, რადგან ბიზნესის ნაწილი თვლის, რომ ქველმოქმედება არის მათხოვრობა, ნაწილი უარს ამბობს ღია ჩართულობაზე ქველმოქმედებაში, იმ მიზეზით, რომ საზოგადოება მათი სიკეთე არ მიიღოს და არ აღიქვას როგორც პიარის ნაწილი. ამიტომ ამჯობინებენ ჭრილში ყოფნას. თუმცა და ბევრჯერ უთქვამთ, რომ
ქველმოქმედება მარკეტინგულად არ არის მომგებიანი. ქველმოქმედება შეიძლება იყოს ფინანსურად მომგებიანი, მაგრამ მარკეტინგულად სწორედაც მომგებიანი, იმიტომ რომ მე მაგალითად როგორც მომხმარებელს ემოციური ბმა მიჩნდება იმ ბრენდებთან, რომლებიც სოციალურ ინიციატივებში არიან ჩართულები. და როცა უკვე ბიზნესი საჯაროდ აფიქსირებს პოზიციას და არის ქველმოქმედებაში ჩართული, ის ამრავლებს სიკეთეს და ხდება მაგალითი სხვისთვის. ანუ საზოგადოებისთვისაც ძალიან კარგ საქმეს აკეთებს და პასუხისმგებლობის კულტურის ფორმირებას ახდენს თვითონ ბიზნეს წრეებშიც. თუმცა არიან კომპანიები, რომლებიც დაგვიმეგობრდნენ, ღიად ჩაერთნენ და მათი ჩართულობა რა ფორმით ხდება სწორად? ბენეფიციარების აყვანით. ბენეფიციარებთან დამეგობრებით, ასე ვთქვათ და ძალიან გვიხარია, რომ გამოჩნდნენ კომპანიები, რომლებიც მზად არიან ღიად ჩაერთონ ქველმოქმედებაში და იყვნენ მისაბაძები სხვებისთვის. კი ბატონო, ელენე, რა სჭირდება ახლა ყველაზე მეტად ხილის გულს იმისთვის, რომ ასე ვთქვათ, გამართულად შეძლოს თავისი საქმიანობის შესრულება, გამოწვევების სირთულების გარეშე? პირველ რიგში ჩვენ გვჭირდება სტაბილურობა. სამწუხაროდ ხშირად ხდება ისეც, რომ დაუშვათ თუ მოხდა ბენეფიციართან დამეგობრება, შემდეგ ადამიანს შეიძლება ეს ვეღარ გააგრძელოს, მაგრამ ამის შესახებ არ შეგვატყობინოს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, აი სტაბილურად ვიცოდეთ, ვინ არის ჩვენი მეგობარი. თუ ვეღარ ახერხებს ადამიანი, უბრალოდ გაგვაგებინოს და ეს ადამიანი მომლოდინეთა სიაში ჩაჯდება ისევ. ამ ეტაპზე ვეძებთ 50 მეგობარს და ჩვენთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ აი გამართულად შეძლოს თხილის გულმა ფუნქციონირება და ამ 250 ადამიანის მომსახურება. და ასევე მინდა თქვა კიდევ ერთი პროექტის შესახებ, ეს არის მოზარდების და ბავშვების ჩართულობის პროექტი. ბოლო თვეებში დავიწყეთ ეს პროექტი და ძალიან გვინდა რომ ბევრი მოზარდი და ბევრი ბავშვი ჩაერთოს ამ საქმიანობაში, რადგან სიკეთე ბავშვობიდან იწყება და მხოლოდ თეორიულად ნუვასწავლით ბავშვებს სიკეთის კეთებას, მოიყვანეთ მშობლებო, მასწავლებლებო და ჩაერთეთ ამ კეთილ საქმეში. ჩვენ თქვენგან არაფერს არ ვითხოვთ, გარდა იმისა, რომ ბავშვებს ვასწავლოთ სიკეთეს კეთება ბავშვობიდან. ხოლოდ დაგვეხმარეთ სადილის გაცემაში ან ყოველდღიურ საქმიანობაში. კი ბატონო, თხილის გულს სტუმრობდნენ ხო? ოღონდ სხვა ქვეყნებიდან ბავშვები. გერმანელი და პოლონელი ბავშვები ყვავდნენ სტუმრად. ძალიან კარგი გოგო, რომელიც ცხოვრობს გერმანიაში, მას აქვს ეს ორგანიზაცია და დაყავს ეს ბავშვები სწორედ ესეთ საქველმოქმედო აქტივობებში ჩასართვლად და იყვნენ ჩვენთან ჩამოსულები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენი ბენეფიციარები შეხვდნენ ბავშვებს. ძალიან კარგი ღონისძიება იყო და ძალიან ბედნიერები იყვნენ ჩვენი ბავშვებიც და ის ბავშვებიც, ვინც მათთვის ეს სიკეთე გააკეთა. ძალიან დიდი მადლობა ელენე გადაცემაში სტუმრობისთვის. წარმატებები მოკლედ ხილის გულს და პრინციპში მადლობა იმ საქმიანობისთვის, რასაც აკეთებს. უკვე 15 წელია ხო მეწევა ამ საქმიანობას და მოკლედ გისურვებთ, რომ ყველა ეს გამოწვევა გადაიჭრას, რათა უფრო მეტი ადამიანის დახმარება შეძლოთ. თქვენ და თქვენმა მეგობრებმა. ძალიან დიდი მადლობა და ყველას მოვუწოდებ გაუყავით თქვენი წილით ხილის გული. აუცილებლად. მადლობა. ელენე ფანჯიკიძე, ხილის გულის კომუნიკაციების მენეჯერი იყო ჩვენი სტუმარი.